მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: ადამიანს ის წიგნები ქმნიან, რომლებსაც კითხულობს. ციტატის ავტორია მე-19 საუკუნის ამერიკელი პოეტი და ფილოსოფოსი რალფ უოლდო ემერსონი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. დღევანდელ ციტატასთან დაკავშირებით ადამიანმა შეიძლება იფიქროს, მე-19 საუკუნეში ასეც რომ ყოფილიყო როგორც ემერსონი ამბობს, ახლა 21 საუკუნეში ეს აზრი უკვე ძალიან დაძველებულიაო. ამიტომ მინდა ერთად ვიმსჯელოთ, რას აძლევს ადამიანს წიგნების კითხვა და რას კარგავს იმ შემთხვევაში, როცა წიგნებს არ კითხულობს და მერე განსაზღვროთ, შესაძლებელია თუ არა, რომ დრო ცვლიდეს ადამიანზე წიგნის ზემოქმედების ძალას. რას გულისხმობს ემერსონი, როცა ამბობს, რომ ადამიანის მიერ წაკითხული წიგნები ქმნიან თვითონ ამ ადამიანს? ერთი წუთით თავი რომ დავანებოთ, ვთქვათ 1000 სამყაროს, რომელსაც წიგნებით ვეცნობით და რომელთა მეშვეობით ჰორიზონტს ვიფართოვებთ. თავი დავანებოთ 1000 ადამიანის გამოცდილებას, რომელსაც წიგნიდან ვიგებთ და შემდეგ ჩვენს გამოცდილებად ვაქცევთ. ფილოსოფოსი ლუდვიგ ვიტგენშტაინი მე-20 საუკუნეში ესეთ რამეს წერდა: ჩემი ენის საზღვრები ჩემი სამყაროს საზღვრებს ნიშნავს და დღეს მინდა რომ სწორედ ამ კუთხით შევხედოთ წიგნის კითხვის პროცესს. ესე იგი, რას ამბობს ეს ადამიანი, რომ ჩემი ენა განსაზღვრავს ჩემს სამყაროსო და ეს ფორმულირება ძალაშია ნებისმიერ ადამიანთან დაკავშირებით და მათ შორის დღეს რა თქმა უნდა. ადამიანი არის სოციალური არსება და მას მუდმივად უწევს ურთიერთობა საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და ამიტომ მას ყოველთვის სჭირდება, რომ ზუსტად გამოთქვას თავისი აზრები. გამოთქვას ეს აზრები საინტერესოდ, კითხვები დასვა ზუსტად და თავისი ემოციებით ზუსტად აღწეროს და გამოხატოს. პირველ რიგში სწორედ ეს სძენს ადამიანს დამაჯერებლობას და ავტორიტეტს სხვა ადამიანების თვალში. როგორ ფიქრობთ, რამდენად არის დაკავშირებული ადამიანის იმიჯი იმასთან, თუ რამდენად ზუსტად და არგუმენტირებულად შეუძლია მას თავისი აზრების გადმოცემა? სანამ გავაგრძელებ, მინდა დავაზუსტო, რა განსხვავებაა იმიჯსა და რეპუტაციას შორის. იმიჯს ადამიანი იქმნის თავისი საზოგადო წარდგენით, ადამიანი იმის იქმნის იმის მიხედვით, როდესაც მას სხვა მისგან შორს მყოფი ადამიანები მოусმენენ, შეხედავენ და მასზე რაღაც აზრს შეიქმნიან. რაც შეეხება რეპუტაციას, რეპუტაცია იქმნება უშუალო ურთიერთობით, როდესაც ადამიანები გადაამოწმებენ ერთმანეთის ცხოვრების წესს, ერთმანეთის პასუხისმგებლობის უნარს, გადაწყვეტილებების მიღების უნარს და ასე შემდეგ. და ადამიანის იმიჯი ყოველთვის იქმნება იმ შთაბეჭდილებით, რასაც ის ტოვებს უცხოებზე, რასაც ის ტოვებს იმ ადამიანებზე, რომლებიც მისგან შორს არიან. და რეპუტაცია, როგორც თქვი, უშუალო ურთიერთობის პროდუქტი არის. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის იმიჯი მთლიანად ემყარება ადამიანის უნარს, რომ ზუსტად საინტერესოდ, არგუმენტირებულად გამოთქვას თავისი აზრი ამა თუ იმ საკითხზე და რა თქმა უნდა, როცა ამას ვფიქრობთ, აღარ იქნება რელევანტური თუ ვიტყვით, რომ აი ემერსონის ციტატა მოძველდა. იმიტომ რომ ადამიანის სიტყვების მარაგს, დიდარ ლექსიკას, ნიუანსების გარჩევის უნარს თავიდან ბოლომდე განსაზღვრავს მის მიერ წაკითხული წიგნები. და უფრო მეტიც, ბავშვობიდან რაც უფრო მეტს ვკითხულობთ და ესე იგი, რაც უფრო მეტი სიტყვა ვიცით, მით უფრო მაღალია ჩვენი მიზნების თამასა. და ეს კავშირი სიტყვების რაოდენობასა და მიზნებს შორის გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. სოციოლოგმა გიორგი ურჩუხიშვილმა ინტერვიუში მითხრა, რომ ბავშვიო ბაღის ასაკიდან უნდა აღიზარდოს სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ მისი მიზნების თამასა იყოს მაღალიო და ამისთვისო მისი სიტყვების მარაგი მუდმივად უნდა უმჯობესდებოდესო. და როცა ვკითხე, რომ სიტყვების მარაგს აი მიზნების თამასას პირდაპირ რატომ უკავშირებთ მეთქი, მითხრა, იმიტომ რომ პირდაპირ უკავშირდებაო. თუ ადამიანი თავის აზრსო პირობითად 30 სიტყვით აყალიბებს,
მისი მიზნებიც რა თქმა უნდა ამ 30 სიტყვის ჰორიზონტში იქნება ჩაკეტილიო. ციტატა: სინამდვილეში ღარიბი ბავშვები განა იმიტომ ვერ ხედავენ მიზანს, რომ ამის უნარი არ გააჩნიათ. ჩვენი საზოგადოების ქვედა ფენების უმრავლესობა მცირედითაც კმაყოფილდება, მცირედითაც ბედნიერია. თუ ბავშვს ბევრი სიტყვა მიეწოდება, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციის შემცველია, მას ალტერნატივებს შორის გაუჩნდება არჩევანი. ციტატის დასასრული ნახეთ, რა საინტერესო აზრია. თუ აქამდე არ დაკვირვები ხართ, აბა დააკვირდით რომელიმე ადამიანი, რომელსაც თქვენ ხშირად უსმენთ, ან თქვათ ბავშვი თქვენს ოჯახში, ან თქვენს გარემოცვაში, აი როგორ შთაბეჭდილებას ტოვებენ თქვენზე თავის ასაკთან შედარებით, რა თქმა უნდა, აი ამ სიტყვების რაოდენობის კუთხით და იმ სიტყვების მარაგის კუთხით, რომელსაც ისინი გამოიყენებენ თავისი მეტყველების დროს. მაგალითად, ბავშვი ძალიან საინტერესოა, როცა იზრდება მის თხრობაში, აი ამ ნიუანსების გარჩევა, ემატება თუ არ ემატება, რაც ზუსტად არის იმის დასტური, რომ ბავშვის სიტყვების მარაგი იზრდება თუ არ იზრდება ასაკის ზრდასთან ერთად. მდიდარი სასაუბრო ენა პირდაპირ აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე და მათ შორის სოციალურ სტატუსზე აისახება და ამიტომ ფიქრობენ, რომ ადამიანის პიროვნული სამყაროს საზღვარი მთლიანად ესადაგება და მთლიანად ემთხვევა მის ენობრივ საზღვარს. უბედურება ის არის, რომ მწირი ენა ნიშნავს ზარმაც გონებას, რომელიც მიჩვეულია შაბლონურ, რაღაც მოკლე წინადადებებით აზროვნებას და ასეთივე წინადადებების გაგებას და არ ცდილობს და სავარაუდოდ ვერც მოახერხებს რთული ინფორმაციის გადამუშავებას. დღევანდელ საქართველოში ძალიან პოპულარული შეძახილი რამაგარია, რომლითაც ხშირად მეც და სხვაებიც გამოვხატავთ ჩვენს ნაირ განცდას, აი ამ ერთი შეძახილით რამაგარია, რა თქმა უნდა გამარტივების ეპოქის პირმშოა. ეხლა მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, როგორ გამოხატა ეს ემოცია რამაგარია ვეფხისტყაოსანში მეფე როსტევანმა, რომელმაც პირველად ნახა ნესტან დარეჯანი, ანუ ნახა ქალი, რომლის გამო წლების განმავლობაში ფაქტობრივად სიცოცხლე ჰქონდა გამწარებული. და აი ხა პირველად ხედავს ამ ქალს და რას ეუბნება. ეტყვის: მზეო ვითა გაქო, ნათელო და დარიანო, შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო, მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო, თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არიანო. რამაგარია რა. ახლა გეტყვით ჩახრუხაძის რამაგარია როგორ ჟღერს მე-13 საუკუნეში, როცა ის აღწერს თამარ მეფეს. თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმა ნარნარი, პირმცინარი, მზე მცინარი, საჩინარი, წყალი მქნარი, მომდინარი, მისთვის ქნარი რა არს, ქნარი არსით მთქნარი უჩინარი, ვართ შამბნარი, შამბ მაღნარი, ღაწვ მწყაზარი, შუქ მფინარი. ისევ და ისევ რამაგარია. ვინც 90-იანი წლების ბოლოს ქართულ პოლიტიკას თვალს ადევნებდა, ძალიან ზუსტად იცის, რამხელა განსხვავება ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ენას შორის. სააკაშვილი ლაპარაკობდა მოკლე ფრაზებით, ლოზუნგებით, მარტივი ენით და ერთსა და იმავე მესიჯს, მოკლე მესიჯს რაღაც სხვადასხვა კონტექსტში ატრიალებდა. აი მაგალითად ესე ამბობდა, რომ ჩვენ ცუდად ცხოვრობთ, იმიტომ რომ და ამბობდა რაღაც ერთ გაგრძელებას. მე ამბობდა, ჩვენ ცუდად ცხოვრობთ, იმიტომ რომ და მეორე არგუმენტი მოყავდა, ესეც მოკლე. ჩვენ ცუდად ცხოვრობთ, იმიტომ რომ და ასე 5-6 არგუმენტს ჩამოთვლიდა და აი ამ ჩვენ ცუდად იმიტომ ცხოვრობთ, სულ მუდამ იმეორებდა და ბოლოს ადამიანების გონებაში რჩებოდა აი ეს პატარა ფორმულა, რომ ჩვენ ცუდად ცხოვრობთ. მიხეილ სააკაშვილის ენა გასაგები და მისაღები იყო აბსოლუტურად ყველასთვის. მაგრამ სულ სხვა ენით ლაპარაკობდა ზურაბ ჟვანია. მის საჯარო გამოსვლებში ყოველთვის იგრძნობოდა პატივისცემა მსმენელის მიმართ და არასდროს სათქმას არ ამარტივებდა, მაგრამ როგორღაც სულს უდგამდა ამ თავის სათქმას.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თითქოს პირადად მე მელაპარაკებოდა თავის საჯარო გამოსვლებით და ასევე ვფიქრობდა წიგნებთან დამეგობრებული ბევრი ადამიანი. მე მის მეტყველებას ვეძახდი ჰუმანურს, იმიტომ რომ მასში ვხედავდი ადამიანის მიმართ ნდობას. აი თითქოს ამბობდა, რომ მე არ გავამარტივებ სათქმელს, მაგრამ ჯერა რომ შენ გამიგებ. აი ეს ყოველთვის ჩანდა მის საჯარო გამოსვლებში და მიხეილ სააკაშვილი ელაპარაკებოდა ყველას, ზურაბ ჟვანია გელაპარაკებოდა შენ და აი ეს დიდი სხვაობა იყო ამ ორი ადამიანის პოლიტიკურ ენას შორის, რაც ასევე თვალსაჩინოს ხდიდა მათ შორის ადამიანურად და პიროვნულად არსებულ სხვაობას. გუშინდელ გადაცემაში ვთქვი, როგორ ედავებიან დღეს ადამიანები ერთმანეთს, რომ მათ წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ შეუძლიათ, ტყუილის და სიმართლის გარჩევა არ შეუძლიათ და ასე შემდეგ და არც არის გასაკვირი, რომ ადამიანები ერთმანეთზე ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ იმ საზოგადოებაში, სადაც წიგნის კითხვა ითვლება მეტნაკლებად ზედმეტი დროის ხარჯვად, ზედმეტი ენერგიის ხარჯვად და თან თითქოს ამისთვის არავის აღარ ცალია. თბილისში წიგნის ფესტივალებზე ძალიან ბევრი წიგნია ყოველთვის და მათ შორის ძალიან ბევრი ახალი წიგნია და ბევრი მკითხველიც არის. მაგრამ როგორც ჩანს, ეს არის ზღვაში წვეთი, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებაში არც განათლების სისტემა, არც ჩვენ ცხოვრების რიტმი, არც ჩვენი გუნება განწყობა ხელს არ უწყობს კითხვის კულტურის განვითარებას და ეხლა კი მინდა რომ აი ეს კითხვის კულტურა დავაკავშირო თავისუფლებასთან, იმიტომ რომ თავისუფლებისკენ სწრაფვა რას გულისხმობს? ერთ-ერთი მთავარი, რასაც გულისხმობს, ეს არის იმის გააზრება, რომ აი დღეს ჩვენ როგორც ვცხოვრობთ, შესაძლებელია შეიცვალოს და ხვალ ვიცხოვროთ სხვანაირად, მაგრამ წიგნის უარმყოფელი საზოგადოება ძალიან მარტივად ეგუება იმას, რაც არის, იმიტომ რომ მას უჭირს ალტერნატივებზე ფიქრი და ალტერნატივების წარმოდგენა და იმის ჩამოყალიბება, თუ რა შეიძლება იყოს ხვალ სხვანაირად. მგონი ბევრჯერ მოგვისმენია ყველას ფრაზები, რომ არა, ჩვენ არაფერი არ გვეშველება, აქ არაფერი არ შეიცვლება, ესენი რომ წავიდნენ, მე ვინ უნდა მოვიდეს და აი ამგვარი აზრები, ეს აი ესეთი აზროვნება ზუსტად მიანიშნებს იმას, რომ ამ საზოგადოებაში არის წიგნის კითხვის დეფიციტი, იმიტომ რომ ადამიანის დიდ ჯგუფებს ალტერნატივებზე ფიქრისას თავში აქვს სრული სიცარიელე, ვერაფერს ვერ ხედავენ ალტერნატივის სახით. სწორედ წიგნი აფართოებს ცნობიერებას და წიგნი ახალისებს აზროვნებას. ამიტომაც ავტორიტარულ რეჟიმებს ძალიან არ უყვართ მწერლები და პოეტები. ეხლა მინდა შეგახსენოთ ფრაგმენტი პერუელი მწერლის მარიო ვარგას ლიოსას სანობელე ლექციიდან. ეხლა ციტატას წაგიკითხავთ და ნახეთ რა საინტერესოა. ბევრჯერ მიფიქრია, ხომ არ იყო წერა გადამეტებული ფუფუნება ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩემია. ქვეყანაში, სადაც მკითხველი კანტიკუნტად გვყავდა, სადაც უამრავი ღარიბი და წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი იყო და დიდი უსამართლობა სუფევდა, კულტურა კი ერთეულების პრივილეგიად რჩებოდა. ციტატის დასასრული. პერუს აღწერს ესე იგი ეს ადამიანი და შემდეგ რამდენიმე არგუმენტის დასახელების შემდეგ ლოსა ამბობს, რომ დარწმუნებული ვარო, სწორად მოვიქეცი, როცა წერა არ შევწყვიტეო, იმიტომ რომ ლიტერატურა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ პერუს საზოგადოებას მიაღწია მაღალი კულტურისთვის, სამართლიანობისთვის და თავისუფლებისთვის. აი როგორც წიგნების კითხვა და სიტყვების მარაგი აფართოებს ადამიანის შინაგან სამყაროს, ზუსტად ასევე წიგნების კითხვის კულტურა აფართოებს საზოგადოების და ქვეყნის შინაგანი თავისუფლების საზღვრებს. და ამიტომ თუ დაუბრუნდებით გუშინდელ გადაცემას და გუშინდელ კითხვას, არის თუ არა ჰუმანიტარული ცოდნა დღეს ფუფუნება ჩვენი ქვეყნისთვის, არის თუ არა აუცილებლობა ან ზედმეტობა, ხო? მე ვიტყვი, რომ მტკიცე პასუხს ვიტყვი, რომ არა, არ არის ზედმეტი დღეს ჩვენთვის ჰუმანიტარული ცოდნა, ბევრი არგუმენტი ვთქვი ამის სასარგებლოდ გუშინაც დღესაც და კიდევ ერთხელ შევაჯამებ, რომ ზუსტად აქ და ახლა გვჭირდება ჩვენ აზროვნების საზღვრების გაფართოებაც, ალტერნატივების შექმნაც, საღიაზრის ფილტრის გამომუშავება, რაზეც გუშინ ვილაპარაკე და რაც მთავარია, გვჭირდება მიზნების თამასის მაღლა აწევა თავისუფლებამდე. იმიტომ რომ თავისუფლება
ეს არ არის ბუნებრივი მოცემულობა. თავისუფლება არის ინტელექტუალური შრომის პროდუქტი და თუ ჩვენ გვინდა თავისუფლება და მე მჯერა რომ ჩვენს ქვეყანაში არის ბევრი ადამიანი, რომელიც ამას ძალიან აფასებს, რომელსაც ძალიან უნდა თავისუფლება, მაშინ ჩვენ ეს ინტელექტუალური შრომა უნდა გავწიოთ. დღეს ამით დავამთავრებ ჰუმანიტარულ ცოდნაზე ლაპარაკს და გთავაზობთ, რომ ერთად დავაკვირდეთ, რით ვეხმარებით თითოეული ჩვენგანი ჩვენს საერთო სამშობლოს, რომ ეს მიზნების თამასა ერთად ავწიოთ ზევით თავისუფლებამდე. გამოიწერეთ ციტატა, ჩვენ შევხვდებით შემდეგ პარასკევს, მანამდე კი დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ.